ახლა პრემიერ-მინისტრი აკეთებს კომენტარს პირდაპირ ეთერში ვთავთ ირაკლი კობახიძეს. როგორც მოგეხსენება, ჩვენ რამდენიმე თვის წინ ხელი მოვაწერეთ შესაბამის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა მომსხვილეს საინვესტიციო პროექტის დაწყებას საქართველოში და დღეს ხედავთ, რომ უკვე გაიხსნა გასადებული შოურუმის საპრეზენტაციო სივრცე. რაც შეეხება მშენებლობა დაიწყება 6-9 თვის ინტერვალში ძალიან მალე და შესაბამისად უკვე დაიწყება ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპი. როგორც მოგეხსენებათ, ინვესტიციის მოცულობა მთლიანობაში არის 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი, თუმცა როგორც ბატონმა მოჰამედ ალაბარმა ბრძანა, მთლიანობაში ეს ინვესტიცია დამატებით მოიზიდავს მინიმუმ 1.15 მილიარდ დოლარამდე იქნება ჩამური ინვესტიცია, რაც მთლიანობაში იქნება მოზიდული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისედაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს პირველ რიგში მისი მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა, მისი მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ დაიწყებოდა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ასევე ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომელიც არის ამ პროექტის სულისჩამდგმელი და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერი. ბატონ პრემიერო, გარკვეულწილად ინვესტიციებთან არის დაკავშირებული ღონისძიება, რომელიც ხვალ აიღებს სტარტს. მე ვგულისხმობ აბრეშუმის გზის ფორუმს. პირველად არ ტარდება, რომ გითხრათ რა დანიშნულება აქვს ქვეყნისთვის აი ამ ყოველწლიურ ღონისძიებას, რაც ცვლის, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ინვესტორები, მათ შორის სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებიან სწორედ პირ. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ჩვენი საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები, სამოჯრო ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც კიდევ ერთხელ ტარდება ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება ჩვენ სტუმრებთან ერთად ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის დაკავშირებული რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს როლზე ამ კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირდებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი ამოცანა ეს ფუნქცია ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად აღუდგინოთ, ამისთვის ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, მუშაობთ აქტიურად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ სამეზობლოს შემავალ ქვეყნებთან და ბუნებრივია ეს ფორუმიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე კითხავთ, ბატონ ირაკლი, თუ შეიძლება. Părnă ce xăbă economicul zrdas, იცით რომ ჩვენ გვაქვს მაღალი მაჩვენებელი ამ წლის თვეების მანძილზე, გასული თვეების მანძილზე ჩვენ გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე გადაჭარბებით შესრულდება. ეს ყველაფერი მეტყოლებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყოლებს იმაზე, რომ არის ნდობა, მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს მიმართ, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და კიდევ ერთხელ ასეთი ტიპის პროექტები, როგორც არის MR Gelfelsის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე კითხავთ, ბატონ ირაკლი, საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, იყო საუბარი სხვადასხვა რას გამოიყენებდნენ ისინი თქვათ ამ შემთხვევაში, ასევე თქვენს რომ კონკრეტულ ჯგუფს ადამიანებს შეიძლება ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვს და გამოიყენონ მათ ასე ვთქვათ ვიზო რეჟიმის შეზღუდვა, თუმცა ასევე ისიც ითქვა რომ მაგიდაზე ყველა ასე ვთქვათ მეთოდი იდო, თუმცა ვერ მოხერხდა ამ შემთხვევაში შეთანხმება. თქვენ ისეთ იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მე მინდა ყველა შესაბამის ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ნახოთ, თუ მოხერხდება ევროკავშირის მასშტაბით პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება კიდევ ერთხელ ორმხრივად საინტერესო, როგორც საქართველოსთვის, ასე ევროკავშირისთვის. ევროკავშირის ელჩის ოფისისგან ზიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო მანესერელი, ცეცხლაძეს ადრე ქონდა გავრცელებული ვიდეო, სადაც ის მაიდნის ასე ვთქვათ მეთოდებზე საუბრობდა და ამ კუთხის ვითარების განვითარებაზე საქართველოში რას ნიშნავს, როგორ განიხილავთ ამას, როდესაც ევროკავშირის საელჩოში ყველა მესით რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა, პირდაპირ ხარს უჭერენ
ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე კონკრეტულად ელცაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ პერსონალურად ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე, ასე ვთქვათ, მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ინტერესებშია, ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული ვითარება, გეოპოლიტიკური ვითარება ძიმედ აწვება ძალიან ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო, როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, გვირაბნულად საუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ამ ქვეყნებს შორის. ხედავთ, საადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია, ხო, კატასტროფა, ვერც ახსნიან, მით უმეტეს ვერც გაამართლებენ ვერაფერს, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასთან. კონკრეტული ადამიანის რომელიც ძალადობაში არის. ესეც მეტყველებს ევროკავშირის საელჩოში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. გარკვეულწილად ამ თემის გაგრძელება მინდა მირიან მარტო არ ხარ ონლაინ მედიასთან დაკავშირებით იყო კვლევა დადებული და 6 წლის განმავლობაში საუბარია რომ მილიონები იხარჯება როგორც ისფედი საუბრობს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მედიების დაფინანსებაზე. ხო, მე არ ვიცი აქ რაზე საუბრობენ. რაც შეეხება მედიას, ყველა მიცის რა ვითარება ზოგადად ქართულ მედიაში, ვინმესგან ფინანსდება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საყოველთაოდ არის ცნობილი, მათ შორის ფარულ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც მიედინება კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებში. ხო, დანარჩენი ხელშეკრულება ყველაფერზე მსჯელობს და ყველაფერს სწორად აფასებს. ბატონ პრემიერო, მინდა გითხოთ აქციებთან დაკავშირებით თუ შეიძლება. რაც შეეხება გახარიას გადაწყვეტილებას, იგი ყველას კი პასუხობთ, ნერვულად ყველას კი პასუხობთ. რაც შეეხება გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის ლეგიტიმაცია. ხო, ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ ესეც მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად deep state-ში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას, ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია. პარლამენტს ვერაფერს დააკლებს, ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების ასეთ კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა. ბატონ პრემიერო, და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე თემაზე მაქვს კითხვა. გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ეძახიან არალეგიტიმურს ეძახიან პარლამენტს, ამბობენ, რომ ლეგიტიმური არის მხოლოდ ჩვენი 8%, რომელიც ავიღეთოს. სხვა დანარჩენი არა. რომ მოისმინეთ ეს, რა იფიქრეთ? არა, ეს აუცილებლია. მანამდე თქვენი ციტახა ეს პარტიას ამ პარტიას ახასიათებს. წარმოიდგინეთ, უმრავლესობა შექმნეს 4 მუნიციპალიტეტში ნაცმოძრაობასთან ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ ვართ ნაცმოძრაობასთან. აი, ასეთივე აბსურდში არიან. პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად აბერეს წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ესე იგი პარლამენტი არის ლეგიტიმური. ხურის წევრები გახდნენ. პარლამენტის წევრები გახდნენ. საოცრება ხა ასე უსუსურად თავი იმართლა რაღაცეებს ოპოზიციის წინაშე, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღენებს მათ კიდევ უფრო მეტად. ეს გადაწყვეტილება ხომ არ იქნება თქვენთვის საბაბი, რომ ასაკრძალ პარტიებს შორის, ან ასაკრძალ პოლიტიკოსებს შორის აღარ იყვნენ გიორგი გახარიას წევრები, ან ეს პარტია, რადგან მათ საუბრობთ, რომ ისინი მონაწილეობდნენ თქვენთან ერთად საბრძოლოში. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი და იქ აიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელის. ბატონ პრემიერო, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსულტაციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული,
რომ სამუშაოა ბევრი, შესაბამისად საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ბატონ პრემიერო, თუ შეიძლება აქციებთან დაკავშირებით მაქვს ერთი შეკითხვა. პარტია, რომელიც აკრძალავს ხელმისაწვდომად, რომ ჩამოთვალოთ 10-მდე ვერავდოთ. კვირის ბოლომდე. ისე შეიძლება 20-საც გადასცე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე კვირის ბოლომდე. თუმცა არიან მომიჯნავე პარტიები. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად გამოქვეყნება სია და იქ აიგებ ყველაფერს. ბატონო ირაკლი, მე მინდა გკითხოთ აქციებთან დაკავშირებით. იგრძალებიან უბრალოდ პოლიტიკური საქმიანობა აიგრძალებათ იმ პირებს, რომლებიც არიან დაკავშირებულები სასამართლოს გაუქმებულ პარტიებთან. და ძალიან ზოგადია და თქვენ რომ გამომართოთ დაკავშირებას როგორ განსაზღვრავს პარტიებს. და განვარდე კიდევ ერთხელ შემიძლია მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი ხო, რომელიც შეიძლება არისო პარტიის წევრი, ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველა მიცის, რომ ის არის ნაცმოძრაობის განუყოფელი ნაწილი, ხო, მაგალითი მოგიყვანეთ, ხო? დანარჩენი დაგვაკრინდება სარჩელში. არა, საბოლოო ჯამში სარჩელი არის ჩვენი საქმე, მაგრამ გადაწყვეტილებას იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, მეც რამდენიმე შეკითხვას დავსვავ ერთად თუ შეიძლება. პირველ რიგში ჩემი კითხვა უკავშირდება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს. მას შემდეგ რაც კანონი ამოქმედა, ჩვენ ხედავთ, რომ მაინც გამოდიან ადამიანები აპროტესტებენ, ხდება შემდეგ მათი დაკავება. თქვენ ამ პროცესს როგორ უყურებთ? კანონი ვერ მუშაობს სათანადოდ თუ რას? საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას და არის რაღაც ეს მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა რეალურად ხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჰუმანური მეთოდური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვერ გამორიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ თუნდაც ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, მოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანი იქნება მიღწეული უდიდეს უმცირესობას არ მოიცავთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები. ბატონო ირაკლი, იგივე თემას გავაგრძელებ. რადიკალიზაციის დაფინანსების სქემა არის გაშიფრული, როგორც იცით. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა და თან ისეთი კანონი, რომელიც ორ დღეში იყო მიღებული რამდენიმე რა თქმა უნდა, ეს არის ეფექტური ზომა. ჩვენ ხედავთ, რომ ჯარიმები არ იყო საკმარისად ეფექტური. ეფექტურში რა იგულისხმება? ნახეთ, კანონს ხო არ ღვევენ ყოველ დღე. კანონის თანახმად და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად არ შეიძლება ადამიანებმა გადაგეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა, ხო? არ შეიძლება კიდევ ერთხელ 50 კაცმა იძალადოს 1,700,000 ადამიანზე, ხო? ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, შანახდა ეფექტური ზომით, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის სამართლებრივი საშელის სახით პატიმრობა. ამით ეს კანონმდებლობა ნახეთ, აი როგორი მდგომარეობაა. ტროტუარზე დგას ხოლმე 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად წირავს დაახლოებით 25 კაცს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ხო, მაგრამ ლომჯარიები დგანან, კოლექტიური ლომჯარიები 200-მდე კაცი დგას ხოლმე ტროტუარზე, ხან 100, ხან 150, ხან 200 და ისინი ყოველდღიურად წირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ იქნება დიდი პერსპექტივა, ხო? კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ იქნება ვერავითარი პერსპექტივა და ვერც იმათ, ვინც ნახევარცხვერპლები არიან და სინამდვილეში ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვებს საზოგადოების ობიექტური ინტერესები. ბატონო პრემიერო, ევროკომისიის გრანტზე მინდა გკითხო. ნახავთ ეფექტს. დაელოდეთ შვიდად და ნახავთ ეფექტს. ბატონო ირაკლი, მე მინდა არიან დაკავებული კონტრაქტში ენერგეტიკის სექტორში საბაბის დარგინულება რატომ გაჩერდა ამ მისული პროექტებზე უშუალოდ ეს გენერაცია რაც არის ათასზე საუბარი იქნება თუ არა ასე ვთქვათ ხელახლა აუქციონები გამოცხადებული საუბარი ეს CFD-ზე თუ პირდაპირ ეს აუქციონები რომელზე ჰიდრომზე იგი ყველა მიმართულებით მუშაობთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ საუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე.
შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას შეიძლება გადახედვა და მთლიანად თავიდან ვიწყებთ ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად ისაღები როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. დანარჩენი ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ნაბიჯიც, რაც გადაიდგა, ანუ კონკრეტული მიმართულებების პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი ემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას, რასაც ქვია თვითქმარობის უზრუნველყოფას ჩვენი ქვეყნისთვის, დანარჩენს ყველაფერს დაინახავთ. ევროკომისიის გრანტთან დაკავშირებით პრაქტიკები მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, მათ შორის თქვენ ჩამოთვალეთ მსხვილი პროექტები, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებითაც. შეიძლება ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფო შართულობასაც, თუმცა რა თქმა უნდა, კერძო შართულობაც განიხილება, ანუ შეიძლება იყოს შერეული პროექტები, ნახავთ დანარჩენს, ნახავთ უკვე როდესაც კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. ევროკომისიის გრანტებზე მინდა კითხო. კი, კერძო სექტორში გადავიდა შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ეკონომიკის მინისტრი მარიამ მკრივიშვილი, თავიდან ბოლომდე ვეყნობით მას, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას. ბატონ პრემიერო, ევროკომისიის გრანტთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. სქემა აჩვენებს, რომ NGO-ების გარდა ევროკომისიისგან გაცემული გრანტის ნაწილი GCRT-სგან ავანსად სექტემბერში ჩაერიცხათ მათ შორის ადვოკატებს. ეს ადვოკატები აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ირკვევა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების დაცვაში. მათ შორის ერთი არის მაგალითად პაატა ბურჭულაძის ადვოკატი. აი ეს სქემა თქვენ ეს რეალურად არის იმის გაგრძელება, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობ. ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ არიან ეს ადამიანები, ეს ძალები ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში. ეს არის რაღაცა თავხედური პოლიტიკა, რაც არ წაადგება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების რეალიზებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი საბოლოო ჯამში შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართული ხალხის მიმართ. შეიძლება ისპეცის ყველაზე ამ ევროკომისია მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ კი, რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწვევას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები. პირიქით, წარსულში თუ გავიხსენებთ ჩვენ გერმანიის ელჩებს, ყველა შექონდა თავის დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის მანძილზე აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენს პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რისი მოშლა ცურდა ბატონ ფიშერს, ეს ყველაფერი ძალიან ელჩს ელოდებით ამას გულისხმობ. არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მიერ, თუმცა როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის. ჩატარებულ კვლევაზე. მათ არ შეწყვიტეს ლიბერალიზაცია მოქალაქეებისთვის. ამ დრომდე ჩვენ გვახსოვდა, როცა თქვენ მათ ადანაშაულებდით, რომ სჭიან ქართულ ხალხს, რომ ქართული ოცნების კრიტიკა, საქართველოს კრიტიკა და ასე შემდეგ, პირიქით ხომ არ გაჩვენათ გუშინდელმა განხილვამ, რომ ისინი სულ სხვაგვარად ხედავენ ცალკე ქართულ ხალხს, რომელსაც არ სჭიან და აპირებენ, რომ გარკვეულ ჯგუფებს შეუჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია. თქვენ ხო ხედავთ, ყველამ ძალიან კარგად იცის, სადგას ქართველი ხალხი. ყველამ ძალიან კარგად იცის, სადგას ქართველი ხალხი. ორჯერ ზედიზედ 1,100,000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი. აქ დგას ქართველი ხალხი. და ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართულ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამსირზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. და ქართველი ხალხი ხო ერთიანობაში 1,100,000-ზე მეტი მხარდამჭერი ყავს ქართულ ოცნებას და ეს ადამიანები გამოვიდნენ მათ შორის სამხელო მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო რომ ხედავენ ასეთი ტიპის უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ქართველი ხალხის მიმართ
იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესებს და ქართული ხალხის მიერ კაფეოდ გამოხატულ ნებას. ბატონ პრემიერო, აი არჩევნებზე გითხავთ ერთ კითხვას თუ შეიძლება. რომლებიც არიან ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილები, მათ მიმართ შეიძლება გამოყენებული. არ ვიცი, ასეთი ირაციონალური გადაწყვეტილებით თუ იქნება მიღებული, ეს არ არის არავისთვის საინტერესო, ეს შემიძლია გითხრათ და დარჩენი არ ვიცი. რატომ არ არის? არ არის საინტერესო. ისეთი აღება პრობლემა. არამედ საერთოდ თქვენი თავისუფლება ევროკავშირში. ჩვენ თავისუფლება ევროკავშირში რა? ჩვენ თავისუფლება ევროკავშირში რას ქვია? ევროკავშირის სახელმწიფოებში მათთვის ხო პრობლემა იქნება? საერთოდ არ არის საინტერესო თუ იქნება მიღებული ირაციონალური გადაწყვეტილებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო. ბატონ პრემიერო, არჩევნებთან დაკავშირებით გითხავთ ერთს კიდევ. მოკლედ, იცით ორგანიზაცია ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს დამკვირვებლებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გავრცელა, სადაც მანამდე უწოდებდნენ, რომ ყალბი დამკვირვებლები ყავდათ, ახლა ცესკოს მოუწოდებენ, რომ დამკვირვებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები გამოაქვეყნეთო. ევთოოდირზეც ისევ ამბობენ, რომ გვიან მოიწვიეს და ამიტომ ვერ დაესწრო. რატომ აქტიურობს ასე ძალიან დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეს ორგანიზაცია და Ქერიცით რომ თავად ეს ორგანიზაცია იყო გაყალბებაში ჩართული ირიბი ფორმით, ხო? ისვედი არის მათი ერთ-ერთი წევრი, ისვედმა გააყალბა თავის დროს პარალელური დათვლის შედეგები, გამყალბებლებისგან საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულიად უადგილოა, რაც შეეხება დამკვირვებლების რეგისტრაციას. მიღებული პირიქით მათი მოთხოვნა იყო ყოველთვის, რომ მაქსიმალურად ლიბერალური ყოფილიყო დამკვირვებლების რეგისტრაციის პოლიტიკა და ეხლა მოუნდათ მაინც-ამაინც გამკაცრება. ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე, რაც ვერ იქნება საინტერესო. უმეტეს რომ ეს არის გამყალბებელი ორგანიზაცია თავის შინაარსით. აი ეს ბოლო და მე ონლაინ მედია როგორც თვითონ ამბობენ, რომლებიც დაკავშირებული არიან მართლობასთან და ასევე მართლობის ფინანსებით, ფინანსებით. აქ საუბარი არის როგორც თავადაბობენ, თავად ითახაზე ხო, მოდულებზე, მაგრამ მიმყევარი საუბარი ინფორმაციაზე და თავად ონლაინ მედიები ბაფრობისებენ იმაში, ამბობენ ეს არის მანიპულაციური გზა და შეკრებილია 6 წელი რომ გამოჩნდეს უფრო დიდი თანხმობა. ну რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველა შეუძლია ნახოს, ხო? აქედან გამომდინარე, ну აქაც ახლა იმდენად იაფასიანია სპეკულაციები, რომ ფასი ვერ ექნება, ხო? მით უმეტეს მრავალწლიან დაფინანსებაზეა საუბარი და თანხებითაც დიდი შტაბეშლება ვერ მოახდენეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ну დანარჩენელი სპეკულაციები. მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მაქვს უფლება, მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე, რაც შეეხება გამოძიებას ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, თქვენ იცით რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი და ისინი ამ აქციაში გახსოვდებით ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც პარტაქტივი, რაც არა რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა იშება შესაბამისად. ქუჩა გადაგედეს 50 კაცი. 50 კაცი. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება 6 დღიანი პატიმრობა ჯერ ერთი და როგორ შეიძლება 50-მა კაცმა გადაგეტოს ქუჩა, ხო? ეს არის კანონდარღვევა, კანონდარღვევის არის გათვალისწინებული. რა ზე პროპორციულია. უაღრესად პროპორციულია. ზე პროპორციულია. წად ნახეთ ფინეთში რას აკეთებენ. ფინეთში როგორ უდგებიან? ერთი დაიყვირა. ერთი წამით. ურსულა ფონ დერ ლაინის თქო გამოდიოდა ვიღაცამ რაღაც დაუყვირა და წავიდნენ დააბატიმრეს ეგრევე. და მე ჯარიმა გადაახდენეს დიდი ოდენობა. რა ძალიან ყველა მის რა თუ არის გადაამოწმეთ მაშინ. ერთი ქვეყანა ერთ წამით ნორმალურია, ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც
ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 50 კაცი კეტავს დედაქალაქის სადა კაცო და მე დემოკრატიულ კი ჟურნალისტმა რო ეს გააკეთოს ნებისმიერ დედაქალაქში რა თქმა უნდა გავუშვებენ ციხეში არა ცენტრალური გამზირი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეთოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეთოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში რა თქმა უნდა იგივე ზომები დაუპირისპირდება რატომ არ არის არა ჩვენ ერთი ქვეყანა დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა დამისახელეთ სადაც ციხეში სვამენ ჟურნალისტებს ქუჩაში ერთი ქვეყანა დამისახელეთ სადაც 50 კაცი ერთ წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს ყველაფერზე არის პასუხი გაცემული გამოდიან აქციებზე გამოდიან არც დემოკრატიულ ქვეყანაში ბაჟინოვია სამთავროდ აზრი არ აქვს ციხეში არ სვამენ ადამიანებს პირბადის კეთების გამო რომ რამდენიმეიანი პატიმრობა მოსაჯეს ეგეც ამაურია შარფის გაკეთების გამო შეიძლება ნახეთ ერთული სტანდარტია რომ მტკიცებულება არის საჭირო გზის გადაკეტვის მარტო ნათქვამი არ არის საკმარისი მტკიცებულება არის საჭირო რომ გადაკეტა წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოც არ მიიღებს წარმოებაში ხო რადგან მტკიცებულება არ არსებობდა როგორც ჩანს არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება მტკიცებულება სადაც არის ყველგან რა თქმა უნდა შეეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა მედია რაშუაშია კაცო როგორც სპარტაქტივი მივიდნენ და გადაკეტეს ქუჩა რას ნიშნავს პარტიულები არიან ახოსანელები რა თქმა უნდა ეხლა გაიგეთ ტელეკომპანია ფორმულა პარტაქტივი არის ფორმულა მთლიანად პარტაქტივია იპასუხეთ უკვე პარტაქტივია მეთქი და ესეთი ქვეყანა ვერ მომიყვანეთ ბიჭო თქვენ პირიქით გითხარით ყველა თქო არც ერთ ქვეყანაში არც ერთ დედაქალაქში არ კეტავენ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს 50 ადამიანით ერთ წლის მანძილზე არც ერთ ქვეყანაში რატო ხდება იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა კითხვას გიპასუხოთ ხო ნახეთ რა თქმა უნდა პროპორციული გამოძება გეტყვით ყველაფერს მე ვერ გეტყვით თქვენ არ გაქვთ კითხვები ბუნდოვანი რატომ არის მე კითხვები მქონდა დავსვი და მივიღე პასუხები და რა პასუხები მე მაქვს პასუხი მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით იმიტომ რომ გამოძებას უნდა გეტყვით კავშირი თუ პასუხი არის პროტესტთან ნახეთ გამოძიებამ უნდა გაქცეთ ყველაფერზე პასუხი გამოძიებამ უნდა გაქცეთ ყველაფერზე პასუხი მე უფლება არ მაქვს გამოძიების საერთო დასრულებამდე თქვენ ადანაშაულებით ყოფილებს რომ ეხმარებიან რევოლუციის ორგანიზატორებს და ახლა როგორ შეიძლება პასუხი არ გქონდეთ როცა თქვენ თვითონ საუბრობდით წინას პასუხი მაქვს მაგრამ არა თქვენთვის მარტივად არის საკმაოდ სტუმარი მელოდება ხარკოლია ბატონო ირაკლი მე გვიან მოვედი გამოძიებამ უნდა გაქცეთ ამაზე პასუხი მე განა არ ვიცი რაღაცები ყველაფერი ვიცი მაგრამ გამოძიებამ უნდა გაქცეთ ამ კითხვებზე პასუხი ეს არის ერთ-ერთი რაჭმელი არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი მარტო პარტიაქტივისტები არიან დაჭერილი ნაცები ყველა ისინი არიან ნაცმოძრაობის პარტაქტივი კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივი და ისინი როგორც პარტაქტივისტები ისინი არიან დაჭერილი კონკრეტული პარტაქტივი არის ნაცმოძრაობის წარმომადგენლობა მესმის რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა არის შეურაცხყოფა გეთანხმებით აი დაგეთანხმეთ ნაცმოძრაობის აქტივისტობა რა თქმა უნდა არის შეურაცხყოფა თუმცა ეს არის მათი არჩევანი ხო მე შეურაცხყოფა ნამდვილად როდესაც რომელი ჟურნალისტები არიან ესე პარტიულ ტელევიზიაში მუშაობს პარტაქტივი მარტივად არის საქმე მალობად პარტიული ტელევიზია ვარ ჩვენ დაწუნებული